შსს მედავება რომ მე ვახდენდი ბლოკირებას გზის, ვიყავით დაბრკოლება ფეხით მოსიარულე ხალხისთვის. ვიდეო მტკიცებულებებს რაც შეეხება სასაცილოც არის მართლა, რადგანაც მაუსის კურსორით არის შემოხაზული ბასლეინზე გადასული ხალხი, რომელზეც იძახიან, რომელიც გამლელები არიან და ვერანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისი, რომ ეს მართლაც გამლელი ხალხი არის. ამის საერთოდ საპირისპირო მხარეს გავარ მე. ერთადერთი კადრიასაც უბრალოდ გავარ, ლაპარაკობ. ესე იგი, შსს იძახის, რომ ყველა იმ ადამიანს, ჩემი ჩათვლით, რომელსაც ამ საქმეს ედავება, მათი მთავარი განზრახვა იყო რუსთაველზე გამლელი ხალხისთვის წინაღობის შექმნა, რაც სრული სისულელეა, რადგანაც ყველა ამ ადამიანის და მათ შორის ჩემი განზრახვაც უპირველეს ყოვლისა და ეს ერთადერთი განზრახვა არის ჩემი პროტესტის გამოხატვა ამ ავტორიტარული რეჟიმის მიმართ. ამ კანონის მიღებით და დამტკიცებით უკვე სრულად ახალ ფაზაში შევედით ამ რეჟიმის პრეცედენტი არის ეს საერთოდ ამ ქვეყნის ისტორიისთვის, დამოუკიდებლობის ისტორიისთვის პირველი და გვინდა თუ არ გვინდა ისტორიულ ხანაში ვართ, სამწუხაროდ ეს არ არის დადებით კონტექსტში. ყველანაირი წითელი ხაზი რაც არსებობდა რეჟიმმა უკვე გადააბიჯა და ასე ვთქვათ თავის თავსაც კი აჯობა.